და ყვარელში ამ წუთებში ილიაობის დასკვნითი ღონისძიება იმართება ქალაქის ცენტრში ღია-ცის ქვეშ კონცერტი ტარდება. მაშინ თბილისიდან ჩასული მომღერლები მონაწილეობენ კონცერტის დასრულების შემდეგ კი ყვარელში მცხოვრებლებისა და რეგიონში სტუმრად ჩასულებს გრანდიოზული ფეერვერკი ელოდებათ წინ. ბექამ ჭედლიშვილს ვრთავთ კვლავ პირდაპირ ეთერში კახეთიდან ყვარელში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. ბექა, როგორც ჩანს, კახეთში დიდი ამბებია. როგორც ხედავთ, ამ დღეს მიმდინარეობს გრანდიოზული კონცერტი. ყვარლის ცენტრში ადრე ჩვენს უკან არის აკრობილი სპეციალური სცენა, სადაც ქართული ესტრადის შემსრულებლები გამოდიან, აქ ასევე სრულდება ქალაქური სიმღერების. კოტაკნიკი მოხდა სპეციალური დაჯილდოება ამ სცენაზე და კახეთის გუბერნატორმა იაშვილმა არჩილ გეგენავას საპატიო კლავის სიგელი გადასცა. როგორც ჩვენთან საუბარში განმარტებს, გეგენავამ მიიღო ყვარლის განვითარებაში შეტანილი წლებისთვის. ძალიან მეგობრები ვარ, ძალიან დახარებული ვარ. მომიწეს რომ შემოდა გახდეს საბადო მოქალაქე ესეთი გადაწყვეტილება მიღებული. ბუნებრივია ეს არის უდარბაზარი სიხარულით, პატივით და გარკვეული პასუხისმგებლობა. მადლობა ხმებს აქამდეც ჩემ მეგობრებთან მოვიდიოთ ისე რომ გაჩერდო ჩოროღანას ვემსახურებოდ და დღევანდელი დღის შემდეგაც ბუნებრივია კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და სიხარულით ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში. პარლობა 2010 ილიაობა 2010 შეიძლება ითქვას რომ წელს ყველაზე მასშტაბურად ჩატარდა დილიდან იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები სხვადასხვა ადგილებში ყვარლის სხვადასხვა ქალაქ ადგილებში იყო გაშლილი ღონისძიებები თუმცა მთავარი თავშეყრის ადგილი მაინც დილიდან ყვარლის ციხე-გალავანი იყო. ყვადის კახური ღვინისა და ახლა დამოვლებული ჩურჩხელის დაგემოვნება დღეს ყვარელში ჩასულ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია. ილიაობა წელს განსაკუთრებულად აღინიშნა. ღონისძიებები ყვარლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე დილიდან დაიწყო. კახეთის რაიონებიდან წარმოდგენილ ფაცხებში იწურებოდა ღვინო, იხდებოდა არაყი და მზადდებოდა ტრადიციული კახური კერძები. ვაკეთებთ დედას კურებს. და დღეს უნდა გავუმასპინძლებთ ამით ეს რაიონის მაცხოვრებლებს. ილიაობასთან დაკავშირებით ვაკეთებთ ამ ჩურჩხელებს და პატივზე ჩამოსულ სტუმრებს და ყველანაირად მას შეგვიძლია ვემსახურებთ. ჩამოსულ სტუმრებს დღეს ილია ჭავჭავაძის პერსონაჟებიც ეგებებოდნენ. ჩვენ დღეს ბედნიერება გვერგო რომ ეს როლი გვეთამაშა თან ყვარელში ილიაობას. ნამდვილად ბედნიერები ვართ რომ დღეს ამ დღესასწაულზე ვართ და ამ დიდებული ადამიანის პერსონაჟებს ვასახიერებთ. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 173 წლის იუბილეს კახეთში რამდენიმე ობიექტიც გაიხსნა. ყვარელში სპორტ კომპლექსის განახლებული შენობა სპორტის მინისტრმა რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულთან ერთად გახსნა. გაიხსნა ტურიზმის ახალი ცენტრიც, რომელიც რეგიონში ჩასულ ტურისტებს მოემსახურება. ყვარელი არის ძალიან საინტერესო ტურისტებისთვის, აქ არის ძალიან ბევრი კულტურული სანახაობა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ძალიან მიზანშეწონილი იყო აქ ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა. რამოდენიმე სპორტის სახეობაში შეიძლება მცხოვრებ ბავშვებს მოვიდნენ, მოემზადონ კარგ პირობებში და ისინი გაიზარდონ უკვე ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ სპორტსმენებად. ასევე ეს დღე დავამთხვიეთ სიმბოლურად დღევანდელ დღეს. ძალიან ლამაზი ზეიმი არის დღეს და ყველას მინდა მიულოცო ეს ბრწყინვალე დღე. სტუმარს აქვს საშუალება რომ საკუთარი თვალით იხილოს თუ როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ილიას სამშობლო. დღეს იმ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი არის აი ამ შესანიშნავი სპორტული დარბაზის გახსნა, რომელსაც წლების განმავლობაში რეაბილიტაცია ჭირდებოდა და შესაბამისად რა თქმა უნდა შეზღუდული იყო სპორტული სექციები და ამ დარბაზის რეაბილიტაცია საშუალებას მოგცემს რომ აღდგეს ამ რაიონის სპორტული ტრადიციები. ყვარელში ქალაქის შემოსასვლელში დღეს საზეიმოდ გაიხსნა ილია ჭავჭავაძის ბარელიებიც, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს. ილიაობის დღესასწაულის პარალელურად თელავში ერეკლეობა აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრში დილიდან მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო ტრადიციულად დამზადებული თექისა და რეწვის ნიმუშები. მოეწყო გამოფენა გაყიდვა. მინდა ყველა თელაველს, კახელებს, საქართველოს ყველა მაცხოვრებელს მიულოცო დღევანდელი შესანიშნავი დღე, ერეკლეობა
მინდა მათ უსრულო სიმხნევე, სიმამაცე, სამშობლო სიყვარული, ის რასაც ასწავლიდა თავის თავმოყრებას მეფე ერეკლე. ერეკლე მეფის სასახლე ჩვენ ქალაქში არის. ეს ზეიმი მთელი კახეთის და მთელი თელავის ზეიმია. ჩვენი ოჯახიც ვემზადებით ყოველთვის ამის და დღეს ყველა წარმომადგენელი ჩემი ოჯახისა იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. საზეიმო განწყობა ყვარელსა და თელავში დღეს გვიანობამდე გაგრძელდება. დღესასწაულს ყვარლის ცენტრში გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს. ილიაობას მიეძღვნა, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამარჯვებიდან 163 წლის იუბილეს ყვარელს ატარდა, რამდენიმე წუთი დასრულდება. ამის შემდეგ კი უკვე დღევანდელი დღის კულმინაცია შედგება. ეს არის გრანდიოზული ფეერვერკი, რომელიც დღეს ილიაობა 2000-ს დაასრულებს. დიდი მადლობა, ეს ბექამ ჭედლიშვილი იყო, ის დღეს დილიდან ყვარელში მიმდინარე სახალხო